მოგესალმებით საყვარელო გამომწერებო და არხის სტუმრებო, ახლა გვექნება გაშლა. მისი ფიქრი გზნობა მოქმედება. ვარიანტი გვექნება 1, ასე რომ კარგად მოусმინეთ დახასიათებას. რა ენერგიებში ხართ ნახეთ. შმაკეთ შეყრობილი ვითხართ, ეს არის დამოკიდებულება, ნერვიულობა, აპათია, შეიძლება იყოს შურისძიების ყურვილი, ერთი თვით ძალიან არეულ პოზიციაში ხართ ახლა ენერგიებში. ეს თასების მეფის გამო ხდება ეს ყველაფერი. ეს შეიძლება იყოს წყლის სტიქია, ზოდიაქოთი, ან შეიძლება იყოს ტიპაჟი, ესეთი გრძნობიარი, ემოციური, მაგრამ არასტაბილური. თქვენ აქ დიდი ალბათობით ხართ მიწის სტიქია. ან შეიძლება დახასიათებით იყოთ ესეთი სტაბილური, კომფორტის მოყვარული, ვიყვართ ეს ყველაფერი თავისადმიერ, როგორც ახლის ვეუბნებთ ცხოვრებაში, ყოველთვის მოხდა თავის ადგილი, თავის სახელი, ხართ პრაგმატიული, ზრუნავთ თქვენს და თქვენს გარშემო მყოფების კომფორტზე. შეიძლება ზოდიაქოთი იყოთ მიწის სტიქია რომელიმე. იმპერატორი. არ ვიცი, აქ ვიღაცასთან სამკუთხედი გათამაშდება, ვიღაცასთან ორი მამაკაცი ან ვინც მამაკაცები უყურებთ, ორი ქალბატონია. ერთი შეიძლება იყოს სტაბილური მეუღლე ან სტაბილური პარტნიორი. და მეორე ვისთან ადამიანი, რომელთანაც გაქვთ გრძნობები. იმიტომაც ამოვიდა პირველი მარკანი ეშმაკი. დიდი ალბათობით ეს გაშლა იმისთვის არის, ვისაც ორი მამაკაცი ყავს. შეიძლება ერთთან არც არაფერი არ ქონდეთ, ვისაც უბრალოდ ფლიჟდი. მაგრამ ორივე ამ შემთხვევაში თქვენთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ორივე ეგრევე ამოვიდა. კიდევ რა ენერგიებში ხართ? გადაწყვეტილების მიღების წინაშე ხართ, თითქოს უნდა მოჭრათ ან ერთი ან მეორე. თქვენ ამას არ მიცნობიერებთ, თქვენ ეს იცით. და რა ხაფხნარ? ანუ კაცების გარემი ამოვიდა აქ. Так. შეიძლება ყველას ეფლირტავებით უბრალოდ და არც არასთან არაფერი ურთიერთობა არ გქონდეთ. სიტუაციები სხვადასხვანაირია, იმიტომ რომ ბევრი მიყურებ. სიბრძნე რაშია სიბრძნე? დედახმეთ ძალიან მაღალი არკანები ამოდის, ძალიან. თქვენ ცხოვრებაში ხა ძალიან გადამწყვეტი პერიოდი დგება. ან თქვენ ნირჩევთ რამდენიმე პარტნიორს შორის, ან კიდე ის მომენტია, როცა თქვენი პარტნიორი გადადის ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაში, ან თქვენ ზოგადად სხვანაირად იწყებთ ყველაფერზე ყველაფრის უგრებას, მაგრამ მე აქ რას ვხედავ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი პროგრესია აქ. აი, აქ ისეთი არკანები ამოვიდა, არ აქვს მნიშვნელობა. ფიქრი გზნობა მოქმედება, როცა ესეთი არკანები ამოდის, მთლიანად იმდენად გარდატეხი მომენტია თქვენ ცხოვრებაში, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ აი ეს რაღაცა მოკლე პერიოდი მთლიანად თქვენი ცხოვრება მომდევნო 20 წელს მაინც 20 წელზე იქონიებთ ზეგავლენას. თქვენ ხდებით რაღაცა ბრძენი, თქვენი საქმის სპეციალისტი, შეიძლება კვალიფიკაციას იმაღლებდეთ, ოღონდ ისე კი არა, უბრალოდ რაღაც სერტიფიკატი გქონდეთ. არა, ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ყველაფერზე. კარგით, მოდით. მაინც ნახოთ თქვენი ძირითადი კითხვები, რაზეც დავიწყეთ გაშლა, ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. შაფიქრებული ადამიანი რას ფიქრობს თქვენზე? უყურეთ ამ გაშლას იმათ, ვისი დახასიათებაც დაემთხვა. რას ფიქრობს? შეიძლება აქ ადამიანი იყოს თქვენზე უფროსი, ასაკით, სტატუსით, რანგით, შეიძლება იყოს აქ სხვა რელიგია, სხვა ეროვნება, სხვა ქვეყანა. ეს ადამიანი ოცნებობს თქვენზე, დიდი სექსუალური ტოლვა აქვს. ფიქრობს, რომ რაღაცაში უნდა ან დაგეხმაროთ, ან მაგას სჭირდება თქვენი დახმარება. ფიქრებში რა აქვს კიდე? ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ახლა განერვიულებული. სიმართლეს ვერ ხედავთ. ანუ ყველაფერი გონიათ იმაზე ცუდად, ვიდრე სინამდვილეშია. ამას ფიქრობს, კიდე რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ უნდა დაიძრას. თუ შორს არის ჩამოვა, მოვა, დაგელაპარაკებათ, თუ ან უბრალოდ უნდა დაიძრას თქვენსკენ. შეიძლება ერთ ტერიტორიაზე ცხოვრობდეთ, ხო, მაგრამ რაღაცნაირად ადამიანი განცალკევებული იყოს, ანუ
აქ ადამიანი ფიქრობს, რომ უნდა რაღაცა მოქმედებები გააკეთოს იმისთვის, რომ რისთვის? იმისთვის, რომ დაამტკიცოს თავის პოზიციები, ახსნას, რატო წავიდა, ან რატო გეჩხუბა, თან რატო რაღაცნაირად იზოლაცია მოახდინა საკუთარი თავის. ანუ აქ ადამიანს უნდა რაღაცა აგიხსნათ, ამაზე ფიქრობს. მოდით ვნახოთ მისი გრძნობები ახლა. გრძნობებისგან მიდის ახლა. უფრო ცდილობს რაციონალურად, პრაქტიკულად შეხედოს სიტუაციას. თქვენ გხედავთ ამ შემთხვევაში ყველანაირად დადებით, ოღონდ რაღაცა ცალკე ერთეულად. ანუ წყვილად ამ მომენტში ეს ადამიანს თქვენ ვერ გხედავთ. გაურებული აქვს ცნობებში. არის რა გააკეთოს. ამ ადამიანს შეუძლია თავის გრძნობების მართვა და რაღაც გადაწყვეტილების მიღების წინაშეა გრძნობებთან დაკავშირებით. უნდა თქვენთან რაღაცა ურთიერთობა, მაგრამ ეს უნდა რომ იყოს არა დამძიმე, თქვენ შეიძლება რაღაცა მოთხოვნები გაქვთ, უნდა რომ ყველაფერი იყოს ისე როგორც უნდა, მსუბუქად და ეს პასუხისმგებლობის გარეშე. გრძნობებში მე აქ ღრმა სიყვარულს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ადამიანს ურჩევნია რომ არა იყოს არაფერზე პასუხისმგებლობები და ზოგადად ანუ ადამიანები ანუ როცა რაღაცას ვერ აკეთებენ, ეს არის არ აკეთებენ, ან როცა რაღაცნაირები ვერ არიან, ნიშნავს იმას, რომ განა ვერ არიან, არ უნდათ აწყობთ ეგრე რა. და ზოგადად მსხვერპლის როლში პოზიცია ძალიან მომგებიანია манипуляტორი ადამიანებისთვის. ხო. გადაგვი ეს არ ვიცი, მაგრამ ალბათ ვიღაცისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი ახლა. ნახოთ მოქმედებები. გაიგონო მოქმედებებში. არაფერი მნიშვნელოვანი მინდოდა მეთქვა. შეხვედრა რა გექნებათ, ან სასიამოვნო საუბარი გექნებათ. მაგრამ არაფერი მნიშვნელოვანი, აი ეს ნახეთ სიმძიმებს, ეს ადამიანი ატრიალებს, ანუ უნდა რომ ყველაფერი იყოს მსუბუქად. ეს არის პირდაპირ მსუბუქი შეხვედრის არკანი, ეს კიდე არის სიმძიმე, რომელიც ამოტრიალდა, არა და მე ამოტრიალებ არკანებს არ ვკითხულობ, მაგრამ რატომღაც ეს არკანი იყო ამოტრიალებული ახლა დასტაში. უნდა რომ ყველაფერი იყოს მსუბუქად. მოქმედებებში რა იქნება კიდე? რაღაც საქმის გარჩევა მოგიწევთ, რაღაც გადაწყვეტილებამდე მისვლაც მოგიწევთ, უნდა ამ ადამიანს თუ არ უნდა. იქნება სწრაფი მოულოდნელი SMS-ი ლაპარაკის შეხვედრა, სადაც ადამიანი ისე ეცდება манипуляციები მოახდინოს, რა სახით. სიმსუბუქით. ნუ კარგია ეს ადამიანი ტირანი მაინც არ არის, იცით? ანუ არ გაშინებთ, არ გემუქრებათ, უბრალოდ აი თავს იშტერებს. ეს ყველაზე მსუბუქი ფორმა манипуляციის მე ვფიქრობ. კაი არა უშავს. და ბოლო ჯამში მოდი ვნახოთ რა იქნება ბოლო ჯამში უახლოეს 3 თვის განმავლობაში თქვენთვის სასურველი ვადა ჩაიფიქრეთ. ის ვადა რაც ვადაც არის თქვენთვის ოპტიმალური. ბედის ბორბალი, სიკვდილი, ტრანსფორმაცია. სიმძიმე, იცით რა, ახლა უკვე ეს არკანია მოვიდა სწორად იმპერატორთან ერთად, რაც ნიშნავს რას, რომ ადამიანი დაიწყოს რაღაცა პასუხისმგებლობების აღებას გააზრდას მენტალურად. და ამას მე შეგატყობინებთ, ანუ თქვენ ეს ადამიანი ნათლად გეტყვით, რომ იცით მე ამას ვიზავ, ამას ვერ ვიზავ. ყოველ შემთხვევაში იმას მაინც იტყვის, რომ მე ამას არ გაბაკეთებ, ან ვერ გაბაკეთებ. მინიმუმ რაღაცა გარკვეულობა შემატება თქვენს ურთიერთობას, რაც უკვე კარგია. მოდით რჩევა თქვენ რა უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში. სამართლიანად, იყავით სამართლიანი სხვების მიმართ, საკუთარი თავის მიმართ პირველ რიგში და მიანდეთ თქვენ ინტუიციას გამოიჩინეთ სიბრძნე და დაგროვილი გამოცდილება თქვენ ამის რესურსი გაქვთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც უყურებთ გაშლას, ვისაც არ აქვს ჩემი არხი გამომიწერეთ, დააგულეთ, დამიტოვეთ კომენტარი, ეს თქვენი მადლიერებია ბა ჩემი გაწეული სამსახურისთვის. ძალიან დიდი მადლობა ყველას.